დღემშვიდობის მოგესალმებით ასეთი ტკბილი და მშვიდი დასაწყისი გადაცემა ნაშვიდობებს ჩემი აზრით ჯერ არ ქონია და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ანსამბლ შავნაბადას რომელიც სულ ახლახან დაბრუნდა მექსიკიდან და სადაც მონაწილეობდა სერვანტინოს საერთაშორისო ფესტივალში და მე ახლა გადავინაცვლებ მათთან და უფრო სწრაფად გავიგებ თუ როგორი წარმატებით დაბრუნდნენ როგორი შთაბეჭდილებით ჯერ პირველ რიგში პირადად თქვენ დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი დასაწყისისთვის ახლა ვფიქრობდი სახლში ჩემთან ჩართულია რა თქმა უნდა ყოველ დღე ნაშვიდობები და ჩემი პატარა როგორ ტკბილად დაიძინებდა დარწმუნებული კი ზუსტად ამ დროს იძინებს მაგრამ უფროსები ფხიზლობენ იმისთვის რომ მოისმინონ თქვენი წარმატების დიდი მადლობა მოგვიყევით ამ საერთაშორისო ფესტივალის შესახებ რამდენად მასშტაბურია ვინ მონაწილეობდა ყველაფერი მის შესახებ შიგადაში კითხებს შემოგაშველეთ დიდი მადლობა მოწვევისთვის თავიდან ჩვენს თითქოს და ნახევრად დაუჯერებლად ვამბობდით რომ ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალი თუმცა რომ ჩავედით ნამდვილად მივხვდით მექსიკის სხვადასხვა ქალაქებში პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა დარბაზებში ერთდროულად მიმდინარეობდა სხვადასხვა ღონისძიებები მართლა უცნაური ფესტივალია სადაც თქვათ ერთ დარბაზში თუ ფოლკლორი ისმის მეორე დარბაზში სპექტაკლია სადღაც ოპერა სადღაც სიმფონიური ორკესტრი უკრავს ქუჩაში სხვადასხვა აკრობატები არიან ქუჩის ხელოვნება გალერეებში მხატვრობა პარალელურად რომელიც დღე-ღამის განმავლობაში ესე მუდამ გაუჩერებლად გრძელდება და ეს მიდის ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით რაც არის მართლა წარმოუდგენელი მასშტაბი და უცნაური იყო ჩვენთვის ცხადია და სერვანტინოს ფესტივალის დაწყებისთანავე ერთ-ერთი პირველი კონცერტი და პირველი კონცერტი ფოლკლორის იყო ანსამბლ შავნაბადას რომელიც ქალაქ გუანახუატოში გაიმართა სადაც მოსახლეობის 80% ან იქ ჩვენ ვინც ჩავედით 80% იქაურების არის ფაქტობრივად ამ ფესტივალისთვის ჩამოსული მასპინძელი ქვეყანა კანადა იყო და ამდენად მნიშვნელოვანი იყო ანსამბლ შავნაბადას ვიზიტი სახელმწიფო ანსამბლ აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსით და ძალიან დიდი როლი შეასრულა ამაში საქართველოს საელჩო მექსიკაში როგორც მივხვდი ეს იყო ერთთვიანი ხელოვნების ფესტივალი ასეთი შთაბეჭდილება დაახლოებით კი ნამდვილად 47 გაერთიანებულია ქორეოგრაფია გაერთიანებულია თეატრი კინო და მუსიკა მიშა თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი რომელ ქალაქში ყოფნა აღმოჩნდა და რომელს გამოარჩევდით ყველაზე საერთოდ მნიშვნელოვანია როცა ასეთი მასშტაბის ფესტივალი იმართება რა თქმა უნდა ორგანიზატორები ყოველთვის ისეთ წერტილებში ატარებენ ფესტივალებს რომელიც იმ ქვეყნისთვის არის გამორჩეული ადგილი. უნდა გითხრათ რომ დათომ აღნიშნა პირველი კონცერტი რომელიც გაიმართა ეს არის ქალაქი გუანახუატო დავიმახსოვროთ ეს სახელწოდება.
და ულამაზესი ადგილი თავისი კულტურით, თავისი სიძველით, თავისი ტრადიციებით, ეს მარიაჩები ღამით განან უკრავენ, საოცარი ამბავი ხდება ერთმანეთის ხმას ფარავენ. და უნდა ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი ტაძარი გამორჩეულ ამაღლებულ ადგილას, სადაც იმართება ეს ფესტივალის პარალელში კონცერტები და ერთ-ერთი კონცერტი, პირველი კონცერტი, რაც იყო აი ამ ფესტივალის პარალელში, იყო შავნაბადას კონცერტი. ეს იყო პირველი რაღაცნაირად ისეთი დიდებული ადგილი, მდგომარეობა, სიტუაცია ჩვენთვის იყო აი მართლაც არაჩვეულებრივი და რაც შეეხება მეხიკოს, როცა ჩვენ უკვე 12 ოქტომბერს ჩავედით და გავმართეთ კონცერტი იქ, ეს არის ყოფილი პრეზიდენტის სასახლე, რომელიც გადაეცა ხალხს, ეს არის ულამაზესი ტერიტორია. ნუ არ ვიცი, ხალხი დადის, ერნობს და იქ ამ ტერიტორიაზე არის ერთ-ერთი მთავარი და დიდი ცენტრი, კულტურული ცენტრი მექსიკის და მეხიკოსი ამ შემთხვევაში. იქ იყო ერთ-ერთ პავილიონში, საკმაოდ დიდი პავილიონი იყო, კონცერტი, სადაც უამრავი ადამიანი დაესწრო კონცერტს და იქ შესრულდა ყველა კუთხის სიმღერა. პირველ კონცერტზე მაინც ნერვიულობდით, გარემოც ისეთი იყო, პირველად რომ მოხვდები ახლა ასეთ ადგილას, ცოტა ისეთი ემოციურია ხოლმე, მაგრამ მეორე კონცერტი უფრო ისეთი იყო რაღაცნაირად. როგორ მიგიღოთ მექსიკელმა არაჩვეულებრივად, არაჩვეულებრივად. საინტერესო იყო ისიც, რომ მათ ბევრი წარმოდგენა, ჟურნალისტებს მაგალითად ჰქონდათ წარმოდგენა სხვადასხვა მუსიკოსის შესახებ. უნდა ითქვას, რომ იქვე დაიგეგმა დათოსთან საუბრის დროს კალიფორნიაში ვიზიტი და განსაკუთრებით აი ხო ატყობ, სცენაზე დგას ადამიანი, შემსრულებელი ატყობ რა გიბრუნდება მსმენელისგან ამ შემთხვევაში. აი განსაკუთრებით ჩუმ სიმღერებზე იყო ისეთი გარინდებული, მაგრამ თან ხუხარე ემოცია, რომ ჩვენთვისაც ეს იყო რაღაც მაგალითი, რომ კიდევ უფრო უკეთესად წარმოგვიჩინა ჩვენი კულტურა. მიშოს ნათქვამს დავამატებ, რომ ისე იგი აუდიტორია, რომელიც გუანახუატოში იყო, ჩვენ და გასაოცრავად კარგად იცნობდა ქართული კულტურის ისტორიას. მათ თვითონვე თქვეს, რომ ეს ის კულტურა, რომელიც იუნესკომ 2001 წელს თავის მფარველობის ქვეშ აიღო, ჩაკრულო კოსმოსში. გარკვეული ინფორმაციები იცოდნენ, ცხადია და ძალიან სასიხარულო, რომ პრესა იყო აქტიურად ჩართული და კიდევ ერთხელ ქართულმა ხალხურმა სიმღერამ გულწრფელად რომ გითხრათ, აი გრძნობდით, რომ არა ჩვენმა შესრულებამ, არამედ ზუსტად აი სიმღერამ გაიმარჯვა და იმ ჰარმონიამ და მუსიკალურმა აზროვნებამ კიდევ ერთხელ მართლა გააოცა მექსიკაში საზოგადოებასთან. საინტერესოა ის, რომ ძირითადი აუდიტორია მექსიკელების გარდა ამერიკელები იყვნენ, კანადელები იყვნენ უბრალოდ, ვინაიდან კანადა იყო მასპინძელი ქვეყანა და ეს ძალიან საინტერესო იყო და პავილიონზეც ვიტყვი მიშუმ, რომელიც ახსენა პრეზიდენტის, ეს გახდა ის დარბაზი, საიდანაც მექსიკის პრეზიდენტი აკეთებდა ხოლმე პრესასთან ურთიერთობის დროს ჩართვას ან საზოგადოების მიმართვის დროს და სრულად სავსე იყო ეს დარბაზი და ძალიან სასიამოვნო იყო და მახსენდება, რომ არაჩვეულებრივად ახმოვანებდნენ ამ კონცერტებსაც და იმენად სასიამოვნო იყო სცენაზე დგომა აუდიტორიის ჯანმრთელი შეხედულებების და ვთქვათ მათი დამოკიდებულების მიღება ჩვენი მხრიდან ეს აურაჩვეულებრივად გახმოვანებული აკუსტიკურად იშვიათი ტაძარი და დარბაზი და ზოგადად ეს განსხვავებული კულტურაა ძალიანთან. ეს არც ევროპას გავს, არც აზიას და ამდენად მართლა საინტერესო ახალი გამოწვევა იყო ფაქტობრივად. ერთადერთი ისეთი სულ აღნიშნავდით და ვამბობდით, რომ აი ეს არ მოგწონს ამ ფესტივალში, ეს არის იმდენად დიდი მასშტაბია. წარმოიდგინეთ, რომ მონაწილეებს ერთმანეთთან კონტაქტის საშუალება აქვთ მინიმალური რა, იმიტომ რომ ძალიან რთულია ალბათ ეს არ ვიცი, მეც და ბიჭებიც ყოფილვართ სხვადასხვა მიმართულებით ასეთი მასშტაბის ფესტივალებზე, მაგრამ რაღაცნაირად აი თვალში მომხვდა, რომ ვერ არ გქონდა ისეთი მასშტაბური და ისეთი ხშირი ურთიერთობა სხვა მონაწილეებთან, არა ვიცოდით, რომ ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, მუსიკოსები ჩამოდიოდნენ. იცვლება აქტიურად კონტაქტურება და სულ არის რაღაც მოძრაობა. იქ კონცერტია, აქ სპექტაკლია, იქ რაღაც კინოს ჩვენება, ფილმის ჩვენება, აქ ორკესტრი უკრავს, იმ მოკლედ საოცარი ამბავი ხდება. და უცებ თქვენ სიმშვიდე შეიტანეთ, ხო? აი რეპერტუარი მაინტერესებს რეპერტუარზე რომ მოგებათ.
ვიღებთ, რითი წარსდექი და ამაზე წინასწარ იფიქრეთ თუ არა, რომ აი უცხო ქვეყანაში მიდიოდით და რა რეპერტუარს გაცნობდით. დათო სიტყვის ახლა რა თქმა უნდა, მაგრამ ანსამბლი, რომელიც მიემგზავრება უცხოეთში, მას აქვს რეპერტუარი, რომელიც კონკრეტულად განკუთვნილია მაგალითად იმ წასვლისთვის, უცხოეთისთვის, გასტროლისთვის. შეიძლება ჩვენ ისეთ სიმღერები არ შევასრულოთ, რომელსაც თბილისში, კონსერვატორიაში ან კახიძის ცენტრში ან სადმე სხვაგან, რომელიმე კულტურულ ცენტრში შევასრულებთ. იქ არის სპეციფიური რეპერტუარი, რომელიც რა თქმა უნდა წინასწარ არის დაგეგმილი, დაალაგებული. ეს არის პოპულარული სიმღერები, ცნობილი სიმღერები, რომელიც შეიძლება მათ უცხოელებმაც მაგალითად იცოდნენ და აწყობილია რაღაცნაირად ეს ემოციურ ტალღაზე თავიდან ბოლომდე. როცა თბილისში კონცერტი გვაქვს, იქ უფრო სხვა რაღაცას ვახცევთ ამ შემთხვევაში ყურადღებას, იქ ბევრი ისეთ სიმღერა, რომელიც არის ახალი აღდგენილი ჩანაწერებიდან, თბილისში მსმენელი უფრო სხვანაირად ისმენს ამ ყველაფერს. შეიძლება ისეთი სიმღერა, რომელიც გუშინ მაგალითად ჩანაწერიდან აღადგინა შავნაბადამ, ის სიმღერა არ წავიღოთ მექსიკაში, იმიტომ რომ მათი ყურისთვის ეს იყოს რაღაც მომენტში უცხო. ამიტომ ამ ყველაფერს თავისებურად დაუძებეთ იდეას, რომ მექსიკას აქვს ლამაზი მუსიკის კულტურა. ეს მარიაჩებსაც ვინც გიტარით მღერიან ხოლმე, დადიან ქუჩებში და უმღერიან ქალბატონებს, ძალიან პოპულარული სიმღერებია. ჩვენც ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნისთვისაც პოპულარული იყო გარკვეული დროის განმავლობაში მექსიკური სასიმღერო კულტურა, ამიტომ ვისაც ლამაზი მუსიკა ხიბლავს, გამორიცხულია, რომ ქართული მუსიკა მისთვის რთული მისაღები იყოს და უნდა ითქვას, რომ შარშან მარჯანიშვილის თეატრი იყო ამ ფესტივალს. ისინიც ცხადია საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით აღმოჩნდნენ ჩვენს და როდესაც იქ ჩავედით, სანამ ჩვენ ჩავიდოდით უბრალოდ არაერთ ჯგუფზე იყო საუბარი. როგორც სასიმღერო, ასევე ქორეოგრაფიულ დასზეც, სპექტაკლზეც, თუმცა წელს ფესტივალმა აირჩია ხალხური სიმღერა. მე ვფიქრობ, რომ მომავალ წელს ვინც საქართველოდან გაემგზავრება, აუცილებლად აიღოს კონსულტაცია როგორც მარჯანიშვილის თეატრიდან, ასევე შავნაბადიდან, იმდენად განსხვავებული რაღაც მცირედი, მაგრამ მართლა მნიშვნელოვანი შტრიხები ხდება ხოლმე ფესტივალზე, რომ მსგავსი იშვიათად თუ შეხვდებით სხვა ქვეყნებში, ძალიან საინტერესოა და მიუხედავად მასშტაბურობისა, იბიჭებით დამეთანხმებიან, ეს არის უზადოდ მოწესრიგებული მდგომარეობა ფესტივალის. ყველაფერი რომ თავის დროზე ხდება და ყველაფერი მართლა აღმატებულ ხარისხში. ეს იყო ძალიან სასიამოვნო, მიუხედავად იმისა, რომ მეხიკოს ქუჩებში ერთ ნაწილში არც თუ ისე აღმატებული მდგომარეობაა და მეორე მხარეს მეხიკოსთან ახლოს არის საკმაოდ ცნობილი ადგილი, ეს არის ორი პირამიდა, მზის და მთვარის პირამიდა, სადაც ხალხი ადის, შთაგონება არანული ხვალ ამაღლდები ამ შემთხვევაში. ან შემოქმედებითაც უფრო გაიზრდება. ერთი ამაღლება და მრავალჟამიერი შესრულდა პირველად. ეს ამ დროს შემიძლია თქვა. მოკლედ, როგორც ვხედავ, საკმაოდ დიდი შთაბეჭდილებებით ხართ დაბრუნებული უკან და ვიდრე ჩვენ საუბარს დავასრულებთ, აუცილებლად უნდა გკითხოთ, საქართველოში უნდა დავბრუნდეთ და თქვენ ბოლო პროექტზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც ეხება ქართულ-აფხაზურ სამუსიკო დიალოგს, ასეა პროექტის სახელწოდება. უფრო ვრცლად მოგვიყევით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ ანსამბლი შავნაბადა ჩადიოდა სტამბულში, ატარებდა კონცერტებს, მასტერკლასებს ქართულ ხალხურ სიმღერასა და აფხაზურ მუსიკაში და ამან გამოიღო შედეგი, რომ გუშინ გავაცილეთ სტუმრები, სადაც 12 ადამიანი მოიაზრებოდა დელეგაციაში, მათ შორის უმრავლესობა მოჰაჯირობის დროს წასული ქართველები და აფხაზები, რომელთაც დიდი სურვილი აქვს საქართველოში დარჩენის, აქ ყოფნის, ერთ-ერთმა მათგანმა ხელით სთხოვა თავის მომავალ სამეუღლეოს ჯვრის მონასტერზე და მან ითხოვა საკონცერტო დარბაზიდან ორმაგი მოქალაქეობა და მას აქვს სურვილი, რომ გადმოვიდეს საქართველოში საცხოვრებლად. ასეთი გულანთებული ქართველები და აფხაზები, ოსებიც და სხვა კავკასიელი ხალხი ყავდა ჩვენ სტუმრად, სადაც მართლა დიდი პასუხისმგებლობა იყო, რომ ჩვენთან ერთად აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროც ჩაერთო, ვინაიდან ეს ურთიერთობა ფაქტობრივად უკვე სახელმწიფოებრივ დონეზე გადაიზარდა და ვფიქრობთ, საომავლოდ გამოიღებს იმ შედეგს, რომ სხვა ქვეყნებში ჩვენს მეზობლად ყოფი ქართველები თუ აფხაზეთში მცხოვრები აფხაზები ძალიან საინტერესო და ახალ ნაბიჯებს გადადგამენ ამ თბილი ურთიერთობის დროს. ძალიან დიდი მადლობა, ნამდვილად მუსიკა გვაერთიანებს და ძალიან დიდხანს ჟღერდეს თქვენი არჩევანი. დიდი მადლობა. სოფლიოში. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ანსამბლი შავნაბადა იყო დღეს ჩვენი სტუმარი. მე კი გეტყვით, რომ ახლა